9/17 მეცხრე მაგალითი. ვიხილავთ განტოლებას. ლოგარითმ 4-ის ფუძით x + 3 მინუს ლოგარითმ 4-ის ფუძით x - 1 უდრის 2-ს მინუს ლოგარითმ 4-ის ფუძით 8-ისა. პირველად ორიანი შევთავოთ ლოგარითმი და ფუძედ მივცეთ 4. მაშინ გვექნება ლოგარითმ 4-ის ფუძით 4-ის კვადრატი. განტოლების მარცხენა მხარეში გვაქვს ლოგარითმების სხვაობა. როგორც ვიცით, ლოგარითმების სხვაობა მიიღება წილადის გალოგარითმების შედეგად. აი ამიტომ მარცხენა მხარეშიც მოახდინოთ პოტენცირება. მივიღებთ ლოგარითმ 4-ის ფუძით x + 3-ის ფარდობა x - 1-თან უდრის ლოგარითმ 4-ის ფუძით 4-ის კვადრატს მინუს ლოგარითმ 4-ის ფუძით 8. ეს სხვაობა იძლევა წილადის ლოგარითმით. ამიტომ შეიძლება წარმოვადგინოთ შემდეგი სახით. ესე იგი, ლოგარითმ 4-ის ფუძით 4-ის კვადრატს მინუს ლოგარითმ 4-ის ფუძით 8 შევცვალოთ ლოგარითმ 4-ის ფუძით 16 მერვედით. ამის შემდეგ მიღებული განტოლების ორივე მხარიდან მოვხსნათ 4-ის ფუძიანი ლოგარითმი. დაგვხვდება x + 3-ის ფარდობა x - 1-თან უდრის 16 მერვედს. განტოლების ამოხსნით მივიღებთ x უდრის 5-ს. ადვილი შესამჩნევია, რომ 5 აკმაყოფილებს განტოლების განსაზღვრის არეულს. ამრიგად პასუხია x უდრის 5-ს.